საქართველოს მთავრობის დადგენილებით 29 აგვისტო უქმე დღედ გამოცხადდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით დადგენილება, რომელსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე. ამასთანავე, დადგენილება არ გავრცელდება სამსახურებსა და მოსამსახურეებზე, რომელთა ფუნქციების შესრულება გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს. ერთიანი ეროვნული გამოცდების სტატისტიკური ანალიზის შემდეგ, რომელიც აპელაციის შედეგების გათანაბრებული და სკალირებული ქულების გათვალისწინებით გამოქვეყნდა, ცნობილი გახდა, რომ ისტორიაში, რომელიც 4 ვარიანტად მიაწოდეს აბიტურიენტებს, პირველ ვარიანტში არც ერთი მაქსიმალური 60 ქულა არ დაწერილა. აღმოჩნდა, რომ საბოლოო ჯამში მთელი ქვეყნის მასშტაბით უმაღლესი ქულა 59 იყო და ის ზესტაფონის პირველი საჯარო სკოლის კურსდამთავრებულის ოთო მაჭარაშვილის ანგარიშზეა. შექმნეს ეს ტესტები და ახალი სტილით იყო გაკეთებული, ამან გამოიწვია, რომ ეს ბავშვები ელოდებიან რაღაც მარტივს, რაც წინაწევს იყო შედარებით და იმისთვის ემზადებოდნენ და შეხვდათ სულ სხვა რაღაც. და ამან გამოიწვია ის, რომ ბევრმა ვერ აიღო მაღალი ქულა. და თავისთავად ყველაზე რთულად გამოცხადდა ჩემი ვარიანტი, იმიტომ რომ არც ერთი 60 ქულა არ იყო და ყველაზე მაღალი 59, ეგეც ერთი იყო და ჩემი. და თავისთავად სხვა ვარიანტებში კი იყო 60 ქულიანები, მეორე ვარიანტში იყო თუ არ ვცდები 3 და მესამე ვარიანტში იყო 5, სულ 8 იყო 60 ქულა. და დარჩა ასე. და თავისთავად ამან გამოიწვიეს, რომ აღარ არის მაღალი ქულები. და მე მაინც გონია, რომ ამას მივაღწია ეს ჩემი მშობლების და მასწავლებლების გამო. და რა ვიცი, ძალიან გამიხარდა ეს ქულა, მიუხედავად იმისა, რომ მაინც დამწყდა რაღაცნაირად, იმიტომ რომ ის ერთი ქულაც რო გაკლდება, ბოლოს ის ერთი ქულა არის ხოლმე ყველაზე მტკივნეული. და რა ვიცი, თავიდან არ ვამაყობდი ნამდვილად და არც ეხლა ვფიქრობ, რომ რამე ესეთი არის, მაგრამ მაინც მიხარია, რომ ასე არის. და რა ვიცი, ჩემი აზრით ყველა ინდივიდუალური პიროვნება არის. თავისთვის რასაც უნდა იმას აკეთებს, მაგრამ ვისაც უყვარს ეს საგანი და ვისთვისაც მიზანი ასეთ მნიშვნელოვანი არის, ვინც თავს უძღვნის, ის ახერხებს ხოლმე მაღალ ქულების მიღებას. და მე მაინც მგონია, რომ არა მნიშვნელოვანი ზუსტად ეხა თუ შეიძლება მთელი წელი ან 2 წელი იშრომო და თავი ჩადო, მაგრამ თუ არ გიყვარს ეს საგანი, მაშინ აზრი არ აქვს შრომას. და მე მაინც მგონია, რომ ამ სიყვარულის და ამ შრომის შედეგი არის, რაც მე მივიღე და რაც სხვა ბავშვებმა მიიღეს. და აქედან გამომდინარე, მე მაინც მინდა, რომ დიდი მადლობა გადავუხადო პირველ რიგში ჩემს მშობლებს და ჩემს მასწავლებელს ილია ბარბაკაძეს. ოთოს მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება ქვედა საქარის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული ქრისტინე გაბრიაძე, რომელსაც ასევე პირველი ვარიანტი შეხვდა. ისიც ოთოს ჯგუფში ისტორიკოს ილია ბარბაკაძესთან მეცადინეობდა. ქულა გამოიწვია იმან, რომ თავდაუზოგავად შრომობდით პირველ რიგში ილო მასწავლებელთან ერთად და ნამდვილად დიდი შრომა ჩავდეთ ამ საქმეში. თავდაპირველად ძალიან მეშინოდა ისტორიის გამოცდის სიმართლე რო ვთქვა, მაგრამ მიუხედავად ამისა, როდესაც გამოცდიდან გამოვედი, მივხვდი, რომ ყველაფერი კარგად მეწერა, მაგრამ უფრო მაღალ ქულას მოველოდი. მიუხედავად ამისა, მაინც კმაყოფილი ვარ ჩემი შედეგით. დავალებები რაც იყო შემოტანილი, მაგალითად რუკაც იყო ძირითადად ანუ ცოდნაზე დამოკიდებული და არა იმაზე, რაც თვითონ წინ ქონდა, აქედან გამომდინარე, ასევე ძირითადად წყაროც ძალიან რთული იყო პირველ ვარიანტში. მიუხედავად ამისა, შემოსახაზებიც ასევე 35 შემოსახაზია და ზოგადად შემოსახაზები რთულია. მიუხედავად ამისა, მაინც ჩემთვის რთული არ ყოფილა, იმიტომ რომ კარგად ვიყავი მომზადებული. შრომას ყოველთვის მოაქვს შედეგი და არ დაიშუროთ შრომა. აღსანიშნავია, რომ ისტორიის დანარჩენ 3 ვარიანტში ჯამში მხოლოდ 8 აბიტურიენტმა მიიღო მაქსიმალური 60 ქულა. იქნება თუ არა შუა დერეფნის ალტერნატივა, ეგრეთ წოდებული ზანგეზურის სატრანსპორტო დერეფნის კონცეფცია და რა ეფექტი შეიძლება ჰქონდეს მას საქართველოსთან მიმართებაში. საკითხი აქტუალური სომხეთ-აზერბაიჯანის შეთანხმების შემდეგ გახდა, რომელიც როგორც ცნობილია, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის შუამავლობით შედგა. აღნიშნულთან დაკავშირებით სპექტრმა ისტორიკოს შალვა თავაძის კომენტარი ჩაწერა. ზანგეზურის კორიდორის საკითხს, ეგრეთ წოდებული ტრამპის პროექტია, ასე ჩანს, მე არ მგონია, რომ მას ასე ფართო მასშტაბის პერსპექტივა ჰქონდეს, მით უმეტეს ის ამ შუა დერეფნის კორიდორს ის
ვერ გაუწევს კონკურენციას. მე მგონი უფრო ეს ვაჭრობის საგანი გახდება სულ მალე რუსეთს, უკრაინას, აზერბაიჯანს, სომხეთსა და თურქეთს შორის და ამ ურთიერთ ჭიდილში ჩაემბება ასევე ირანიც, ხო. შესაბამისად ჩვენთვის როგორც საქართველოსთვის ეს საფრთხეს ეკონომიკური ისე ატმოსფერულ მოხდენობაში საფრთხეს არ წარმოადგენს. პირიქით შეიძლება წაადგეს მის ზოგადად სამხრეთ კავკასიის მშვიდობასაც. ამიტომ ამობ რა აქაც კიდევ რაღაცა პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე მსჯელობენ. აქ ასაშიში არაფერი არ არის, ასე იყო დიდი სავაჭრო გზები ზოგადად ისტორიაში იყო ცენტრალური სავაჭრო გზები და მე მას თავისი განშტოებები ჰქონდა. ეს ელემენტარული ისტორია, ელემენტარული წაკითხვა ჭირდება ამასა და დიდი აქ მეცნიერული ანალიზი არ არის საჭირო, ხო? უბრალოდ დახედონ ამა თუ იმ საუკუნეში სოფლიოში გამავალ დიდ სავაჭრო მაგისტრალებს და თავის განშტოებები და იქაც ნახავენ ამას ყველაფერს. საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა საერთაშორისო ავტომაგისტრალების მიმდებარედ ლანდშაფტის აღდგენისა და გაუმჯობესების საპროექტო სახარჯთაღრიცხვა დოკუმენტაციის მომზადების მიზნით ტენდერი გამოაცხადა. მომსახურების შესყიდვის პროცესი განხორციელდება მსოფლიო ბანკის შესყიდვების პროცედურების მიხედვით, ხოლო მომსახურების ვადა 10 თვეს შეადგენს. პროექტი დაყოფილია 4 ნაწილად და მოიცავს შემდეგ მონაკვეთებს: თბილისი ზესტაფონი, არგვეთა ქუთაისის სამტრედია, სამტრედია გრიგოლეთი, გრიგოლეთი ქობულეთი და ბათუმის შემოვლითი გზა. ასევე თბილისი ბაკურციხე, ლაგოდეხის საერთაშორისო მაგისტრალი. საკონსულტაციო მომსახურების ფარგლებში შესრულდება კვლევები და მოხდება იმ ადგილების იდენტიფიცირება, სადაც შესაძლებელია ლანდშაფტის აღდგენა და გაუმჯობესება. შემდეგ ეტაპზე მომზადდება დეტალური საპროექტო სახარჯთაღრიცხვა დოკუმენტაცია. ხატვა არის ჩემთვის ჰობი, უკვე პროფესია. ეს არის ჩემი თავის შესაქცევი. როდესაც აი მაგალითად აღელვებული ვარ, შემიძლია ვხატო და ამით დამშვიდდე. ბუნებაშიც შემიძლია ხატვა, რომელიც უფრო მომშვიდებს, ასე ვთქვათ. პეიზაჟების ხატვა არის უფრო ჩემი განტვირთვის წყარო და ასევე მომწონს პორტრეტების ხატვა. არ მაქვს ესეთი განწყობა, რომ აი მაგალითად არ მინდა ხატვა, ვერ დავხატო, ნახატი არ გამომივა, ან არ იქნება ისეთი, როგორც მსურს. ხატვით დავინტერესდი ბაღის ასაკიდანაც, შემდეგ უკვე სკოლაშიც განვაგრძობდი ხატვას, ასე თუ ისევ და შემდეგ უკვე 10-11 წლის ასაკში შევედი ამ ხატვის გაკვეთილებზე, რომელიც იყო ონლაინ. და ვხატავდი 6 თვის განმავლობაში. შემდეგ უკვე როდესაც მივხვდი, რომ ჩემითაც შემიძლია მის გაკეთება, რასაც იქ მასწავლიდნენ და ჩემით გაკეთებული უფრო სიამოვნებდა, უკვე თანდათან დავიწყე ჩემით ნახატების ხატვა, გამოვედი სამხატვროდან და უფრო სიამოვნებდა ჩემით შესრულებული ნახატების ხატვა. განსაკუთრებულია, ჩემი პირველი გამოფენა არის, ეს უფრო განსაკუთრებულს ხდის მას და ესე ვთქვათ, ჩემთვის არის უდიდესი мотиваცია. ამ გამოფენის ესე ვთქვათ, საფუძველი არის ქალბატონი იზა ღიბრაძე, რომელსაც ძალიან დიდ მადლობას ვუხდი და ასევე ქალბატონი ნათია რუბაქიძე. Skillvillis კურსი არის და მასწავლიან გრაფიკულ დიზაინს. გრაფიკული დიზაინით თავიდანაც ვიყავი დაინტერესებული, რადგან ხატვის მხრივ წარმატგება, ხატვას ასე რომ ვთქვათ და ძალიან მომწონს ეს კურსები. მასწავლიან Photoshop-ში და Adobe-ში ესე რომ ვთქვათ დიზაინის შექმნას, რომელიც ძალიან გამომადგება მომავალი პროფესიისათვის. როგორც ასევე აღნიშნა ქალბატონმა იზამ, ავიღე ბოლო სერტიფიკატს, რომელიც არის საერთაშორისო და ნებისმიერ ესე რომ ვთქვათ ქვეყანაშიც შევძლებ დასაქმებას. ჩემი მომავალი წარმომიდგენია ამ განხრით.
ფიქრობდი უცხოენების განხრით, რადგან ძალიან სიამოვნებს ასევე ეს საქმიანობა, ინგლისური სწავლა ჩემთვის ძალიან მარტივია და ძალიან სიამოვნებს ასევე, მაგრამ ამ ჩემმა გამოფენებმა, ჩემმა წარმატებებმა უფრო მომცა мотиваცია, რომ გამეგრძელებინა ეს მხარე რა და შემდეგ უკვე გადავწყვიტე, რომ გავყოლოდი მხატვრობას. ჩემთან ატოდებს ვეტყვი, რომ ჩემს ასაკში ეს გამოფენა და ესეთი მხარდაჭერა ბევრს არ აქვს და მინდა რომ იმათ, ვინც მაგალითად დაინტერესებულიანი არიან რაიმე პროფესიით. არ აქვს მნიშვნელობა, თავარია გააგრძელონ ის გზა. გზაზე შეხვდება ძალიან დიდი დაბრკოლებები უამრავი, მაგრამ ამ დაბრკოლებების გადალახვით მივლიან იმ საბოლოო მიზნამდე, რაც კი ოცნება გქონდათ და სურდათ. და ის რომ ვთქვათ, არ უნდა დანებდნენ და გააგრძელონ წინსვლა.